რაც შეეხება მეორე ფილმს, მეორე ფილმი არის ისინი ჩამოვიდნენ თიდან. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ სამივე ფილმში მთავარ როლში თამაშობს ლეილა აბაშიძე და ჩემი აზრით მისი ეპოქისთვის ის შეუდარებელი ვარსკვლავი იყო და ამას საკმაოდ ბევრი აღიარებდა. ლეილა აბაშიძეს ბევრი ფილმები რომ მქონდა ნანახი, ხალბატონი ლეილა იყო ჩემი ინსპირაცია, სწორედ ამიტომ მინდოდა მე რომ მსახიობი გამხდარიყავი. თუმცა მე არასდროს არ მგონია რომ ფილმის მსახიობი ყოფილიყავი ყოველთვის წარმომედგინა ჩემ თავი თეატრში. თუმცა არ გამევიდა. არა შესახება ხოლმე. აი ცხოვრებაც ნახევრად დრამა არ არის. ვიტყოდი რომ საკმაოდ ცხოვრებისეული ფილმია, სადაც სხვათა შორის რაც დავაკვირდი, რომ აი ეს თითქოს მიყვა ერთმანეთს. იქ ეს ონისემშია სინა ეს ხევისბერ ქუჩაში ძიძიაი. აქ ეს მოკლედ რო არ დაგასპოილეროთ, ფილმი არის ახალგაზრდებზე, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, აქ ბიჭს არაფერი შემოსავალი არ აქვს და ფიქრობს ხა რომ წავიდეს, უნდა გახდეს მეტალურგი, მთელი ამბები და ეს გოგო ვინც უყვარს თავის საცოლე, ეს გოგო კიდევ ვიღაცა სხვას უყვარს და მთელი ინტრიგები არის და საკმაოდ კარგად მთავრდება სხვათა შორის, მაგრამ რა პარალელი მინდა გავავლო ერთგულებასა და სიყვარულს შორის. უყურეთ, რო დავაყენოთ ძიძია და ონისე და აი ეს გოგო, ლელა და აი მე მიცოქია დავავიწყო. მოკლედ. ედი შემაღალაშვილი თამაშობს. ლელა არ უნდა გათხოვება თვითონ. ანუ ეს ბიჭი მოატყუებს, რომ ამ შენმა საქმრობო რო წავიდაო სასწავლებლებად კი არ წავიდაო, ცოლი მოიყვანაო რა, მოატყუა. და ეხა ეს ამას მერტი ბაბუა თუ პაპა ყავდა, ისიც მოუკვდა და მარტო დარჩა ეხა და ხო ხვდებით ეხა საქართველოში მთაში ეხა გოგო რო მარტოა, შესაბამისად ვიღაცას უნდა ჩააბარონ. ხო მამა არ აყავს, ძმა არ აყავს, შესაბამისად ვისაც აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, იმას უნდა ჩააბარონ. ეგეთი მორალია რა, მოკლედ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ამბებია და ბოლო ქორწილს ატარებენ, გელიკა ქვია, მე მგონი რაღაცა ძალიან ბედნიერად ცეკვავენ, მთელი ამბები, ან მოყავს ეს გოგო ცოლად რა, ამას პატრონი ხო ჭირდება, რაღაცა ეგეთი ლოგიკაა რა, რომ მარტო ყოფნას გირჩენია ჩემთან ერთად იყო. მე ამ გოგოს ეუბნებიან, რომ აი იმას არ მოუყვანია ცოლად კაცომა გატყუებს. ეფხესებას უსკასებ. წერიდან მოგცა? რატერი? ეფხიასი. არ გამცეთო რომ ორივეს დაკვლავს. ამან გააცნობი არა რომ ამ ბიჭმა მოატყუა. გაიქცა სახლიდან და მუშაობა დაიწყო. ანუ არ დანებდა, არ გაუწია მას ცოლობა და ხა რო შევადანოთ ონისეს და ძიძიას, ხო, ანუ ეს ძიძიას ჩემი აზრით რო ყვარებოდა თავიდანვე გუგუა. ეს რაღაცები არ მოხდებოდა რა, ანუ რო ყვარებდა გუგუას, შეიძლება და არ ეთქვა გუგუასთვის, რომ აი შენმა მეჯვარე რაღაცები გამიბედა. მაგრამ ჩემი აზრით თავს აუცილებლად დაიჭერდა, ვიღაცას რაღაცას აგზნობინებდა მინიმუმ. შეიძლება ალბათ ხევისბერს ვერაფერს ვერ ეთქოდა, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ თავის ქმარზე ყოფილიყო და თავს შემოვებოდა. მე ესე მგონია, იმიტომ რომ როცა ადამიანს გიყვარს მეორე ადამიანი და რაღაცა მესამე გეტენება, როცა ის არ გიყვარს, ყველანაირად პროტესტი გიჩნდება, ხო? რომ არ ნებდები რა, ასე ქვია კაცო რაღაცა. მშობამ შემთხვევაში ხელის მომკიდეა თუ ვინ არის? ამის პარალელი მინდოდა რომ გამევლო.
რაც შეეხება მესამე ფილმს, მესამე ფილმი არის ჩემი საყვარელი ფილმი. იმდენად მიყვარს ეს ფილმი, რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. სხვათა შორის მე მაქვს ADHD და ADHD-ს ახასიათებს რაღაცა კონკრეტული ფილმების, მუსიკების, მსახიობების, აი ესეთი რაღაცების ამოჩემება. მომღერლების სულ ერთ-იგივე სიმღერას 20-ჯერ, 200-ჯერ უსმენენ. და ეს შეხვედრამთაში ძალიან მომეწონა მახსოვს ბავშვობაში და იმდენად მომწონა რომ კასეტები რო იყო ადრეს ვიდეო კასეტები რო იყო მქონდა ჩაწერილი და აი კარგ ხასიათზე ვიყავით უძე ვიყავი კარგად ვიყავით სიცხე მქონდა თუ არ მქონდა მშობა ყოველთვის მქონდა ჩართული ეს ფილმი და ყოველთვის ვუყურებდი თავიდან ბოლომდე და იმდენად დამამახსოვრდა ეს ფილმი რომ მახსოვს ერთხელ მოდიდობაში რა გადავწყვიტე რომ მობილურში მეყურებინა და უცბად წავიდა შუქი შუქი არ არის Wi-Fi არ არის ტელეამბები და გადავწყვიტე რომ მეყურებინა, მაგრამ ვეღარ ვუყურე. ამიტომ სანამ დავიძინებდი, ვუყურე, მაგრამ გონებაში. რაც გულისხმობ, ხო, აი, ყვარი რაღაცა მომენტები გახსენდება. არა, მე მთლიანად მთელი ფილმი გამახსენდა, თავისი ტექსტებით, სიმღერებით, მომენტებით და ასე შემდეგ. ხო. შეხვედრამთაში. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართული ფილმი, სულ ორი საყვარელი ფილმი მაქვს. შეხვედრამთაში და მეორე შედარებით დრამა ჩრდილი გზაზე, ვისაც არ გინახავთ. ესეც აუცილებლად ნახეთ. შეხვედრამთაშზე რას ვიტყოდი? შეხვედრამთაში არის როგორი მორალის პატარებელი, რომ აი შენ სავემახეში რომ გაიბმები რა, იმიტომ რომ ანუ ისტორია არის ესეთი, რომ ბიჭს და გოგოს უყვართ ერთმანეთი, ეს ბიჭი არის მსახიობი, ამ გოგოს მამა ვერიდან მსახიობებს და ეს ბიჭი ვისთან ერთადაც ან თამაშობს სხვა მსახიობთან ერთად. ესტრადის მომღერალია გენაცვალ ერთ-ერთი მოწვეული მსახიობია და ეს ქალი მოკლედ აგოიმებს ამ მამას, ამ გოგოს მამას, ვისაც არ უყვარს მსახიობები და ეუბნება რაღაცებს, ოღონდ თანამედროვე გაგებით აგოიმებს არა ეხლა იქ რაღაცა ფული მომეცი და რაღაცა მანქანა მიიღე არა. ხონუ ატყუებს რომ რაღაცა ნუ არ მინდა რომ თლიანად ფილმი მოვყვე, არ მინდა რომ დაგასპოილეროთ, გეტყვით რომ ძალიან კარგი კომედია. კომედია. მიუხედავად რომ ბოლოში ცრემლებით თავდება, საკმაოდ კარგი კომედია. მე ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესო სცენარია და მე რომ მქონდეს ამის საშუალება, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი აი ამ ფილმს, ოღონდ თანამედროვე ეპოქაში, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქაში როგორ შეიძლება რომ გადავიღოთ შეხვედრამთაში. მსახიობებზე სხვათა შორის დავფიქრდი და აი ვახტანგის როლში ალბათ ვათამაშებდი. ალბათ ბეში დაიშუს ვათამაშებდი, ძალიან მოუხდებოდა. აი ლალი მინდელის როლში, ანუ თან მომღერალი, თან ესტრადის მსახიობი, ალბათ ესტრადის მსახიობი უნდა ავარჩიო. ან თვითონ მომღერალი. ესტრადის მსახიობი ყავს, ჩვენ არც ვიცი. მაგრამ როგორ არა, კი გვეყოლება. მაგრამ მე ვიცი, ძირითადად ჩვენი მსახიობები ძირითადად თეატრიდან მოდიან, ანუ თეატრიდან. ხო, არ ვიცი. მაგრამ ხო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნებოდა, აი იპოლიტეს მაგივრად ვინ თამაშებდა. არა, აი გეტყვით რომ ეს ფილმი არაფერი არ იქნებოდა იპოლიტე რო არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდური როლი აქვს. იმდენად სახასიათო შემოაქვს ემოცია, რომ აი რაღაცა სხვანაირია, უფრო სხვა, რაღაცა სხვა ელფერი აქვს. ხდება იპოლიტე ხუჭიაზე საუბარი. თან ძალიან საინტერესოა როგორი ის რომ ეს ვახტანგის ტიპი მოკლედ მსახიობებს ვერიტას ამ ქალს რო უყურებს და ეს კაცი ამხნევებს ეს იპოლიტე ეუბნება რომ ჯერ სადაღარ სულ გაგაგიჟებდა შენის თანები გაუგიჟებიაო ანუ დაიმედა თუ რა ოქნა არ ვიცი კი ფილმია რა ჩაუჯდები ისიამოვნებ იცინებ რაღაცა კარგი ემოციები ამ ფილმშიც საკუთარ შორის სამი ფილმში არის საკმაოდ კარგად ასე ვთქვათ, განჟღენილი მუსიკა, ქართული მუსიკა, რა თქმა უნდა, როგორც ტრადიციული საცეკვაო, ასევე საესტრადო და ასე შემდეგ. ამიტომ პირადად მიგირჩევთ, რომ ეს ფილმები ნახოთ.
მადლობთ.